დაახლოებით წუთნახევრიანი ვიდეო მინდა გაჩვენოთ თეოდორე გიგნაძის მონაწილეობით, რომელიც მონოლოგში საუბრობს ბავშვის წყლით მონათვლასთან დაკავშირებით. იგი პასუხობს აი იმ ასე ვთქვათ, გამოძახილებს, რომ ვიღაცები ამბობენ ხოლმე, რომ ეს არისო ბავშვზე ძალადობაო და აი ჩვენო პირიქით ბავშვს კარგს ვუკეთებთო და ეს არ შეიძლება ძალადობად ჩაითვალოსო და მას მოჰყავს მსგავსი ანალოგიები ყოფითი ცხოვრებიდან, მაგალითად წამალს რო ვაძლევთ ბავშვს, რომლის დალევა ბავშვს არ უნდა, მაგრამ ჩვენ შეიძლება ძალის გამოყენება მოგვიწიოს, თუ კი ის ძალიან გაჯიუტდება. ამ შემთხვევაში მე ამ კონკრეტულად ამას მე არ გამოვეკიდები, ძალადობენ თუ არ ძალადობენ, მე ამას საერთოდ არ შევეხები და მე ამ კუთხით არ მინდა პასუხის გაცემა თეოდორე გიგნაძისადმი. ეხლა მე მინდა თქვენ მოგასმენინოთ ეს ვიდეო და შემდგომ ჩემს პასუხსაც დაელოდეთ. ბავშვის ნათლობაზე საუბრობენ, აწუხებთ ხოლმე ესეთი რაღაცა, ეს ხომ არ არის ბავშვზე ძალადობა. არ არის ძალადობა, როგორც გითხარით, ღმერთი არავისი არ ძალადობს. აბა რატომ ნათლავთ? იმიტომ ნათლავთ, რომ ბავშვი დაბადებიდანვე აღმოჩნდეს მადლის ოკეანეში. ეკლესიაში არის მადლის უსაზღვრო ოკეანე, რომელსაც ჩვენ დიდები ვეზიარებით. და რატომ უნდა მოვაკლო ბავშვს ეს დაახლოებით რა არის, იცით, რომ ბავშვს წამალს რო აძლევ, ექიმი რო გამოუწერს, ხო? ბავშვს შეიძლება კარგს კი მოსწონდეს, მაგრამ მაინც აძლევ. თუ ბავშვს ხელში ჩაუგდებ ტელეფონს, მას ის არასოდეს არაფერს აღარ წაიკითხავს ცხოვრებაში და კარგი მშობელი ცდილობს, რომ ეს გამოართვას და ესე იგი წიგნი მიაწოდოს და ძალადობთ ბავშვებზე? არ ძალადობთ. ანუ ჩვენ არ ველოდებით ის სანამ მიხვდება იმას, რომ წიგნი ჯობია smartphones, რომ კარგი ჰაერი ჯობია ოთახში ჩაკეტილობას და კარგი ბროკოლი ჯობია ვიდრე შოკოლადი, სიტყვაზე, სანამ ამას მიხვდება. მანამდე მე ამას ვაუკეთებ ბავშვს და რატომ არ უნდა გაუკეთო? ის რომ იმ მადლის და სიყვარულის ოკეანეში შემოვიყვანო, რომელიც ეკლესიაშია. თუ ეკლესიურობას მას არ მივცემ და არ მონათლავ, ის აღმოჩნდება ამასოფლის სულით შეჭმული, მით უმეტეს დღევანდელ პერიოდში და მას არ ეცოდინება რა სამყაროა მართლმადიდებლობა. ამიტომ მას არჩევანის გაკეთებას კი გაუჭირდება. ის ინდოქტრინირებული აღმოჩნდება ამასოფლის სული. პირველ რიგში უნდა ვთქვა ასეთი რამ, რომ ღვთის სწავლებით დღეისათვის წყლით ნათლობა აღარ არის აუცილებელი. ეს წყლით მონათლა თავის დროზე დადგენილი იყო თვითონ ღმერთისაგან, ღმერთმა დაავალა იოანე ნათლისმცემელს, რომ ადამიანებისთვის მოეწოდებინა მონანიებისაკენ, რადგან ღვთის სასუფეველი მოახლოვდაო, მოინანიეთო, რადგან მოახლოვდა ღვთის სასუფეველიო, აი ამას ქადაგებდა იოანე, მასთან მიდიოდა მოსახლეობა, ვისაც გაგონილი ჰქონდა ცოცხალი ღვთის სახელი და აგერ იოანესაც ცნობდა როგორც ღვთის კაცს, იოანესთან მიდიოდნენ, თავიანთ ცოდვებს აღიარებდნენ და წყალში ჩაყვინთვით და ამოყვინთვით აი ასე წყლით ინათლებოდნენ. ამავე დროს თვითონ იოანე ამბობდა ამას. ნახეთ, რას ამბობდა, რომ მე არა ვარ ქრისტე, არამედ მის წინაშე მოვლინებული ვარო, მე გნათლავთ წყლითო, ხოლო ისო, ესე იგი ქრისტე მოგნათლავთ სული წმინდითო. თავად იოანე ნათლისმცემელი ამბობდა ამას და პირდაპირ ესე იგი ამბობდა ზუსტად აი ამით იმას, რომ ეს წყლით მონათლა იყო დროებითი ხასიათისა და მომავალში უკვე ქრისტე აღარ არის მონათლავდა წყლით, არამედ სულიწმინდით მონათლავდა მორწმუნეებს. როგორ ხდება სულიწმინდით მონათლა? ამისი ძალიან კარგი მაგალითი არის ჩაწერილი, თვალსაჩინო მაგალითი არის ჩაწერილი ბიბლიაში, კერძოდ სახარების 4 თავის შემდგომ ბიბლიაში მოდის მოციქულთა საქმეები. აი აქ მოციქულთა საქმეების მეათე თავში არის შესანიშნავი ამბავი ჩაწერილი, თუ როგორ მონათლა უფალმა იესომ სულიწმინდით იტალიელი კაცი სახელად კორნელიუსი და მისი ახლობლები, რომლებმაც ერთობლივად პეტრე მოციქულისგან მოისმინეს იესო ქრისტეს ამბავი და
ირწმუნეს და თავად უფალმა იესომ მონათლა ისინი სულიწმინდით. რაც შეეხება წყლით მონათვლას, წყლით მონათვლა რომ ეს აუცილებელი არ არის, ამას ძალიან თვალსაჩინოდ გვაგებინებს ჩვენ უკვე აგერ პავლე მოციქული, რომელმაც წერილი მისწერა ქალაქ კორინთოში მცხოვრებ ქრისტიანებს და იქ წერს კორინთელთა მიმართ პირველ წერილში, რომ მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ არც ერთი თქვენგანი მომინათლავსო, გარდა რამდენიმე კაცისაო, კრისპუსისაო, გაიოზისაო და სტეფანას სახლისაო. დანარჩენიო თუ თქვენგან ვინმე მონათლეო არ მახსოვსო. ვინაიდან მე ქრისტესო მოსანათლავად კი არ მოვლენივარო, არამედ სახარებლად მომავლინაო. ეს უკვე მეტყველებს ძალიან მკაფიოდ იმაზე, რომ თავარი არის იესო ქრისტესადმი რწმენა და პატარა ბავშვს ამისი საშუალება არ აქვს. ამიტომაც პატარა ბავშვის ნათლობა ეს არის ყოველად ასე ვთქვათ პატარა ბავშვების მონათვლას საერთოდ არ აქვს მათთვის სარგებელი, პირიქით ეს არის ძალიან საზიანო, რასაც ცხადყოფს ის პრაქტიკა, დღევანდელი პრაქტიკა, რაც ხდება საქართველოში და კონკრეტულად ამასაც ვიტყვი რა. პატარა ბავშვს, რომელსაც წყლით მონათლავენ, ბავშვობიდანვე თავისი მშობლები და საზოგადოებაც სულ ამით უტენის ტვინს, რომ აი შენ ქრისტიანი ხარ, მონათლული ხარ, ჯვარს ესე ჯვრის ფორმის საგანს ჩამოჰკიდებენ, შენ ნათლი აკავს, ეს ბავშვი იზრდება აი ამ ფიქრებითა და აზრებით, რომ ის უკვე ქრისტიანია, მონათლულია და იგი აღარ ცდილობს იმას, რომ იესო ქრისტეს სარწმუნება ისწავლოს და გაქრისტიანდეს. ნახეთ ახლა ვუყურეთ. ესე იგი, ადამიანს, რომელსაც უკვე ჰგონია, რომ ბავშვობიდან იგი მოინათლა, უკვე ქრისტიანია, რა თქმა უნდა, ის აღარ იფიქრებს იმაზე, რომ მოდი ქრისტიანი გავხდებიო, იმიტომ რომ უკვე ვარ, რომ მე ქრისტიანიო და ამისი შედეგები ძალიან ნეგატიური შედეგები სახეზეა საქართველოში. კონკრეტულად ეს არის მასობრივი, ესე იგი, მემთვრალეობა, მასობრივი ნარკომანია, რაც სამწუხაროდ რეალობა არის მართლაც ეს, მასობრივი მაგინებლობა. აი ეს მასობრივი, აი ეს ცოდვები, რაც გავრცელებულია ახალგაზრდებშიც, ეს არის ასე ვთქვათ, ამ ახალგაზრდების უმრავლესობა, დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, საქართველოში არიან დაბადებულები და მათი დიდი ნაწილი ამ მომხდლების მიერ არიან წყლით მონათლულები, მაგრამ მათ არაფერი ეტყობათ მადლის მიღებისა, ვინაიდან ამ საპატრიარქოს ორგანიზაციაში მადლი არ არის. მადლოსანი, ასე ვთქვათ, და მადლის მომცემი არის თავად მაცხოვარი იესო ქრისტე, რომელიც თავის აი ამ უსასყიდლო საჩუქარს ცოდვისგან გამოსყიდვა რო ეწოდება, თავისი სისხლისა და თავისი მსხვერპლშეწირვის მეშვეობით იძლევა ყველა მისი მორწმუნისადმი, ყველა ადამიანი, ვინც იესო ქრისტეს სარწმუნოებას ისწავლის, ვინც იესო ქრისტეს სწავლებას ბიბლიიდან წაიკითხავს, ისწავლის, შეიგნებს, დაიჯერებს, ირწმუნებს და იესო ქრისტეს გაჰყვება, ყველა მათგანს იესო ქრისტე თვითონ ნათლავს თავისი სულიწმინდით და ანიჭებს ნამდვილ მადლს. რაც შეეხება ახლა თეოდორე გიგნაძეს, ჯერ ერთი თეოდორე გიგნაძისგან მე ძალიან ხშირად მომისმენია თავისივე მრევლის კრიტიკა და რას აღარ ამბობს ხოლმე ეს კაცი, თავის თავსაც აკრიტიკებს ხოლმე, თავის მრევლსაც მთელი რიგი ცოდვების გამო, რაც ტრიალებს თავის მრევლში და თუკი ესე იგი თან აკრიტიკებს თავისიანებს, რომ აი ესე იგი რომ ჩვენ არა ვართო ისეთი ქრისტიანები, როგორებიც უნდა ვიყოთო, სხვადასხვა ცოდვებში ამხელს ხოლმე თავის მრევლს და ამ დროს თან იძახის, რომ აქ მადლმოსილი ის არისო და ბავშვებმაო ეს ამ მადლმოსილ გარემოში უნდა იტრიალონო. და აი ეს არის ძალიან ესეთი წინააღმდეგობა, ასე ვთქვათ, რომ ჯერ ერთი, მოდი ამას ახლა დავანებებ მე თავს, პრაქტიკულად
პრაქტიკაში ნათლად ჩანს ის, რომ ამათი ეგრეთ წოდებულ ნათლობებს სიკეთე არ მოაქვთ საქართველოს მოსახლეობისადმი უკვე აღნიშნე რის გამოც. ჯერ ერთი დღევანდელობაში უფლისგან აღარ არის დადგენილი როგორც აუცილებელი პირობა წყლით მონათლა, ჯერ ერთი. მეორეც ის ადამიანები, ვინც ბავშვობაში წყლით ინათლებიან და აჯერებენ მათ, რომ თქვენ ქრისტიანები ხართო, მონათლულები ხართო, ნათლიები გყავთო, ესენი უკვე იზრდებიან ზუსტად აი ამ განცდით, რომ ისინი უკვე ქრისტიანები არიან და მათ გაქრისტიანება აღარ ესიკეთებათ, ესე იგი, და ისინი ამბობენ, რომ ჩვენ უკვე ქრისტიანები ვართო და ამიტომაც არის, რომ მასობრივად მოსახლეობა ბიბლიას სრულად თანმიმდევრულად, აი პირველი ფურცლიდან ბოლო ფურცლის ჩათვლით არ სწავლობს, ხოლო აი უმრავლესობას აქვს ან ფრაგმენტალური ინფორმაციები ბიბლიიდან, აქა-იქ ამოკითხულიდან, ან საერთოდ ბიბლიასთან შეხება არ აქვთ. და ამბობენ, რომ აი ჩვენ რაღაცა ზოგი ამბობს, რომ ჩვენ ტრადიციულად ქრისტიანები ვართო, ბავშვობაში მოვინათლეთო, ზოგმა შეიძლება ტრადიცია არ ახსენოს, მაგრამ იტყვის, რომ აი მე ბავშვობაში მომნათლესო, ქრისტიანი ვარო, ნათლი ამყავსო, ნათელმირონობაო, ისაო, ახსენოს ეს ტერმინები ერთგვარი და ესე იგი აი ამით ეს ადამიანები ამბობენ, რომ ჩვენ უკვე ქრისტიანები ვართო და რაღა აუცილებელია ქრისტეს სარწმუნოებო ვისწავლოთო. მართლაც თუ უკვე ქრისტიანი ხარ, ქრისტიანი ვეღარ გახდები, ხო? მართლაც, როდესაც რომელიმე ადამიანი ამბობს, რომ მე ქრისტიანი ვარო, იმიტომ რომ ბავშვობაში მოვინათლეო და ამ დროს მე მივდივარ მასთან და ვეუბნები, რომ შენ ქრისტიანი უნდა გახდე, იმიტომ რომ ესე იგი შენ ქრისტიანი უნდა გახდე იმით, რომ აგერ იესო ქრისტეს სწავლება უნდა ისწავლო და დაიჯერო თქო, ის უცნაურად შემომხედავს და იფიქრებს, ან ეტყვის, რომ მე ეს აღარ მესაჭიროება, მე ეს აღარ მესიკეთება, ვინაიდან მე უკვე ქრისტიანი ვარო და იმთავითვე უკვე აგერ ქრისტეს ეკლესიის წევრი ვარო, ასე ვთქვათ, ხო? და აი ეს არის, ესე იგი, სამწუხაროდ საქართველოში საპატრიარქოს ორგანიზაციის აი ასეთი პოლიტიკის გამო, რასაც იგი ეწევა მოსახლეობისადმი, მივიღეთ ჩვენ უქრისტეო ბრჭყალებში ქრისტიანები, რომლებიც რეალურად არ არიან ქრისტეს სწავლების მიმდევრები. და ამ შემთხვევაში ესენი უკვე ქრისტიანებად აღარ ითვლებიან, ესენი ქრისტიანები არ არიან. იმიტომაც ვთქვი, რომ ბრჭყალებში მეთქი, ესე იგი, რომ თავიანთ თავს ქრისტიანებს უწოდებენ, მაგრამ რეალურად მათ ცოდნის დონეზეც კი არ იციან ქრისტიანობა რა არის. აი მაგალითად ეხლა თქვენ მსმენელებს მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ და მოდი თქვენს გულში და გონებაში ჩაიხედეთ და თქვენს თავს თვითონ გაეცით პასუხი ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე. აი მაგალითად თქვენგან ვინც ბავშვობაში მონათლული ხართ წყლით და ამბობთ, რომ მე ქრისტიანი ვარო, აი თქვენ მინდა მოგმართოთ ეხლა. კითხვა მინდა დაგისვათ. რა სასიხარულო ამბავი მოიტანა უფალმა იესომ, რომელ ამბავსაც ეწოდება ქრისტეს სახარება, ესე იგი სასიხარულო ამბავი. რა სასიხარულო ამბავი, რა სახარება მოიტანა უფალმა იესომ, რომელზედაც აგერ პავლე მოციქული რომში მყოფ ქრისტიანებს წერს, რომ მე არ მცხვენიაო ქრისტეს სახარებისო, ვინაიდან იგი არის ძალა ღვთისა ყოველი მორწმუნის მხსნელიო. ესე იგი ქრისტეს სახარებაო არისო ძალა ღვთისაო ყოველი მორწმუნის მხსნელიო და მე არ მცხვენიაო აი ამისაო და მზად ვარ რომ რომში მყოფებსაც გახაროთო, ესე იგი. და ზოგადად პავლე მოციქული და სხვა მოციქულები დადგენილები იყვნენ აი იმისათვის, რომ მათ ქრისტეს სახარება ეკადაგათ მთელი იმდროინდელი მსოფლიოსათვისაც და დღევანდელი მსოფლიოსათვისაც. ამ შემთხვევაში განსხვავება ის არის, რომ დღეს
წერილობითი ფორმით გვეხარება იესო ქრისტეს სახარება და ვინც ქრისტეს სახარებას ირწმუნებს, დაიჯერებს, ის ხდება ქრისტიანი. საქმე იმაშია, რომ თვითონ აი ამის შესახებ, რომ დღეს მხოლოდ წერილობითი ფორმით არის ჩვენთვის დადგენილი იესო ქრისტეს ამბის გაგება, მისი სასიხარულო ამბის გაგება, რომლისადმი რწმენაც ჩვენ გადაგვარჩენს, ესე იგი მხოლოდ წერილობითი ფორმით რომ არის დადგენილი, ამას თვითონ ღვთის წერილივე ადასტურებს. აი მაგალითად ოთხთავი, ასე თუ ისე, ვისაც გაგიგონიათ და იცით, არსებობს ხო ბიბლიაში შესული არის სახარების ოთხთავი, რომელთაგან დასახელებებით პირობითად მათ ეწოდებათ მათე, ლუკა, მარკოზი და იოანე, ხო? აი ზუსტად იოანეს წიგნის მე-20 თავის ბოლო წინადადება, აი ასეთი, აი ეს არის, რომ ესე იგი იოანე მოციქული ჩვენ მკითხველებს, ბიბლიის მკითხველებს მოგუმართავს და გვეუბნება სიტყვასიტყვით აი ასე, რომ ბევრი სხვა სასწაულიც ქნა იესომო, რომლებიც ამ წიგნში არ დაწერილაო და ესენი კი დაიწერა იმისათვისო, რომ ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე ძე ღვთისა და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელითო. ნახეთ, ესე იგი ამ ტექსტის დაწერის მიზანი ყოფილა აი ეს, რომ ჩვენ ამ ტექსტს, საიდანაც იესო ქრისტეს ამბავს წავიკითხავთ, თუ კი ვირწმუნებთ, გვექნება სიცოცხლე. ესე იგი სიცოცხლეში შესასვლელად დადგენილი არის სწორედ ბიბლიაში მოცემული ინფორმაცია. და აი ეს ადასტურებს აი იმას, რომ თვითონ იოანე მოციქულმა, აგერ სულიწმინდით აღსილმა იოანემ დაამოწმა ეს ბიბლიაშივე, თუ რა არის ბიბლიის დაწერის მიზანი, რომ ჩვენ იესო ქრისტესადმი რწმენით გქონდეს სიცოცხლე მისი სახელით, იესო ქრისტეს სახელით. და შესაბამისად ეხლა პატარა ბავშვს, როდესაც წყლით ნათლავენ, რომელი წყლით მონათლა, ზოგადად წყლით მონათლა დღევანდელობაში აუცილებელი აღარ არის, მით უმეტეს აუცილებელი აღარ არის და ეხლა ამ მღვდლებმა ამ წყლით მონათლის რიტუალში საერთოდ სხვანაირი რაღაცეები აურიეს და ეხლა ამას მე არ განვიხილავ. მე ჩემი მთავარი სათქმელი არის ის, რომ ეს წყლით მონათლა ზოგადად დღევანდელობაში უკვე აღარ არის მინიმუმ აუცილებელი და მეორეც მთავარი სათქმელი ის არის, რომ ადამიანმა, რომელმაც ინფორმაციულ დონეზეც კი არ იცის და არ სწამს ამავე დროს იესო ქრისტეს სწავლებისა, იგი არ არის ქრისტიანი და თუ კი თქვენგან ვინმე არის აი ისეთი, ვინც ქრისტეს აი სასიხარულო ამბავი, რაც მან მოიტანა წუთის სოფელში, რომელი ამბის რწმენითაც, რომელი ამბის დაჯერებითაც ყველა მორწმუნე გადარჩება და იცოცხლებს, თუ კი თქვენ ეს არ იცით, მინიმუმ ამის გამო არ ჩაითვლებით ქრისტიანებად. აი თქვენ მოგმართავთ, ვინც ამბობთ, რომ ჩვენ ბავშვობაში მოგვნათლესო და ქრისტიანები ვართო. აბა თქვენივე თავს უპასუხეთ. აბა რა სასიხარულო ამბავი, რა სახარება მოიტანა უფალმა იესომ, რომელ ამბავსაც ეწოდება ქრისტეს სახარება. ხო, ეს კითხვა უკვე დაგისვით. ზოგადად ესე ტრაფარეტურად ამ ოთხთავს მათე, ლუკა და მარკოზი და იოანე ამას დაარქვეს სახარება, აი სახარება, მათეს სახარება, მარკოზის სახარება, ლუკას სახარება, იოანეს სახარება, თითქოს და აი წიგნს დაარქვეს ეს სახელი, მაგრამ ეს ასე არ არის. სინამდვილეში თვითონ ამ წიგნში, თვითონ ამ ბიბლიაში მრავალ ადგილას არის ჩაწერილი აი ეს თუ რა სასიხარულო ამბავი, რა სახარება მოიტანა უფალმა იესომ. ვისაც ამ კითხვაზე პასუხი არ გაქვთ,
მოკიდეთ აგერ ბიბლიას ხელი თანმიმდევრულად თავიდან ბოლომდე პირველი ფურცლიდან ბოლო ფურცლის ჩათვლით წაიკითხეთ, ისწავლეთ და ამაზე პასუხს თავად ღვთის წერილი გაგცემთ. იმიტომ რომ ღმერთმა ზუსტად აი ამის გამო დაადგინა თავისი წერილი და წერილში მოცემული ინფორმაცია არის ცოცხალი ინფორმაცია, რომელსაც შეუძლია თქვენი ხსნა, თქვენი გადარჩენა, თუ კი თქვენ ამას დაიჯერებთ. ამიტომაც ნუმიენდობით ამ საპატრიარქოს ორგანიზაციის ვაჟბატონ მღვდლებს, რომლებიც გეუბნებიან, რომ თქვენ ქრისტიანები ხართო, მონათლულები ხართო, თქვენ მართლმადიდებლები ხართო, ნუმიენდობით მათ ამ მაცდურ სიტყვებს, თუ კი თქვენ იესო ქრისტეს სწავლება არ იცით, ან არ გწამთ, არ გჯერათ, თქვენ ქრისტიანები არ ახართ. და ამიტომაც ჩემი მცდელობა აი ეს არის, რომ აი ეს სასიკეთოდ უჩანს ღმერთს აი ასეთი მოქცევა ჩემი მხრიდან და ნებისმიერი ქრისტიანის მხრიდან, რომ მთელი რიგი გაუკუღმართებები, რაც კი არსებობს ადამიანებში, აუცილებლად უნდა ვამხილო მეც და სხვა ქრისტიანმაც და აუცილებელია ესე იგი ღვთის სწავლების, ღვთის მოძღვრების, ეს რაც ბიბლიაშია მოცემული, მისი სწავლებისკენ მოწოდება, რომ უნდა ისწავლოთ ეს. ისევე როგორც მე ავიღე და ვისწავლე. მეც ასე ბავშვობაში წყალში მომნათლეს, მეც მეგონა რომ ქრისტიანი ვიყავი, მაგრამ ბიბლია რო ვისწავლე, აღმოჩნდა რომ მე ქრისტიანი არც ყოფილვარ და არც ვიცოდი იესო ქრისტეს აი ეს მთავარი სწავლება, რის გამო მოვიდა იგი და როგორ გადაგვარჩენს. წარმატებებს გისურვებთ აი ამ კეთილ საქმეში.